Olamazi. Dir. გამარჯობა, მე ვარ გიორგი აბაშიძე. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ჩემ არხზე და გადავწყვიტე რომ გაგაცნოთ მოტოსპორტი უფრო ახლოდან. მომზადებ ხა მოტოციკლებს საბურავს დავაყენებ ოღონდ სავარჯიშოს. ეს უფრო კაი მდგომარეობაშია და მირჩევნია შეჯიბზე უკეთებს მდგომარეობაში რომელიც არის იმით ვიარო. ამას დისკიანად შევცვლი, დრო რო არ დავკარგო. მოტო მზად არის. გაგვიმარჯოს, კარგად ვიყოთ, შეჯიბრი მოვიგოთ. ეს პირდაპირ ლოთივით ხო არ დავლო. ისე რამდენი მამაჩემს კი აქვს სპირტის საზომი და რამდენი პროცენტიანი რო ნახე. ეს ძალიან ცოტაა. 9 ლიტრი გამომივიდა. სპირტია საყიდელი. ესე იგი მივდივართ ეხა ჯითში. ნოდოსთან მივდივართ, სპირტი უნდა ვიყიდოთ. იქ იყიდება სპირტი. ყველაზე კარგი აქ რაც არის. და ამაში უნდა გავურიოთ ეხა ლიტრ-9 სპირტი. მე ვაფშე ამას ჩავდებ მაცივარში და გასვლის წინ, უშუალოდ გასვლის წინ ჩავასხავ და მე მინდა სპირტი. აჰა. არა, ადგილი არ არის. რემნებს დავაყენებ ეხლა უცბად მანქანაში მაქვს. RDMS. ეხლა შევალ ტრეკზე რომ ვივარჯიშო ტრაგისთვის, ტრეკზე შესვლის აუცილებელია სრული ეკიპირება. ხარა დროს დავდე, მაგ დროს შეჯიბრის მერე გეტყვით, თორე ბევრი შეიძლება მერე შეჯიბრი აღარ გამოვიდეს. დღეს ვარჯიშს მოვჭი და დანარჩენი უკვე მერე 25-ში კვირას გამოჩნდება რა შეგვიძლია. თუმცა ერთ საიდუმლოს გეტყვით კიდე რომ თუ ამ დრაგზე არ მიქნება საუკეთესო შედეგი, ანუ ვერ მოვიგებ, შემდეგ დრაგზე სხვა მოტოთი გამოვალ და იმ მოტოს ჯერ არ გეტყვით რა მოტოციკლეტი იქნება. თუმცა დღე-დღეზე იქნება თბილისის აეროპორტში. დანარჩენს მერე ვნახავთ. ჯიჯი, დრაგი დაიწყო, ჯიჯი. დაგეძინა, ბიჭო. ოთი. როგორც იქნა მოვიდა ეს დღე, დღეს დრაგის დღეა. ბიჭები ტეკ და თვალერებას გადიან, ემზადებიან, ხურდებიან. დღეს დარჩა 1000 პლუსის ერთი გარბენი, მერე იქნება 600 გრძელები, 600 მოკლეები, 1000 მოკლეები და 1000 გრძელები. ოღონდ მიმდევრობა არ მახსოვს ზეპირად. მოტოციკლეტი მზად არის? ვინც ნაკლებს იბუქსავებს, ის მოიგებს. ამ საბურავით არ გამოდივარ, ამ საბურავით გამოდივარ. ეს უკეთესია წინაზე როგორც თქვი და მოკლედ ვემზადებით რა. ეხლა ნენელა გადავყოთ ჩვენც მალე სტარტზე. დანარჩენს იქ გადავიდეთ. 1000 პლუსი აბსოლუტურად დარჩენილი იყო ერთი გარბენი, ხელაძე და ლოშაშორის. ხელაძე მოიგო. აბსოლუტის გამარჯვებული არის ხელაძე. ეგ კვალიფიკაცია მორჩენილია, დარჩა ეხა 600-ები იწყება, 600 გრძელები. იო ხელაძე და ბადრი იობიძე, გადაიღე ორივე ნახე. ხელაძე მოიგებს უეჭველი, დუიდა გადაიღე. გამოჩნდება ხა დროშას აწევენ. რომელი მხარე აციეს? ხელაძემ სუბუქია, ხო თქვი, ხელაძე მოიგო სუბუქი. მოფინ მოიგებს ეგ. საშკამ თუ პერებოი არა იგი და საშკა მოიგებს. როგორ წეგან ფასტარტი ქონდა ფასკას. ეს მოტოციკლეტი გადაიღე კარგად სტარტამდე და ეხლა ვამბობ რომ ეს მოიგებს წელს. წელსა დღესაც ეს მოიგებს და წელს ჩემპიონი ეს გახდება. რამდენში დადის? რამდენში დადიხარ? 10?
10 და 2. 402, ხო? 600-იანია. 600-იანი. კი. ანუ მოტოებში ყველაზე მაგარი დრო 402-ში რა კუბატურასაა. ჩემს 109. ო, ტატოსთან ზაიზი მაგარი იქნება. ჯერ 8-ზე ჩამოვიდეს, მერე ვილაპარაკოთ. 9-დან გამოვიდეს. ჯერ 9-დან გამოვიდეს, დარჩე მერე ვილაპარაკოთ. საშკარი უმაგრესი პილოტი. თუმცა გადაიგენახე. ეხლა რასაც აკეთებენ, ეს არის არასწორი. სხვა დროს მერე გამოგადგება. საბურავი რომ დახტის, ეგრე არ ცხელდება. მოიცა, პერებოიო. შაქე დაკოქე, ერთი წა მოიცა. ფასტარტი ქონდა? ორი ფასტარტი ძენ წაგება თუ ეტაპის? არა, ეს წავ, ნიკოლა. ზაეზდი წავ, ეხა იქ თუნდაც დგეს. არა. Всё. შემდეგ ხდება. წერებოი რატო იკიდე? არ დადიხარ და იმიტო ძმაო. აი, წამოიყვანე. რამდენში გაიარა დრო რო დრო არ ვიცი რამდენში გაიარა, მაგრამ არაფრის გულისთვის მაგრა დადის. აი, ყვითელი დიდი ნაგვის მანქანებიო, ხო იცი? ხა მას წყლის რადიატორი ხო აქვს? კი, მაგრამ არა, ეხა წყალი რამდენზეა ტემპერატურა? 104-ზე. და ბევრი არა? არა, ამის მუშა ტემპერატურა ეგა. ტემპერატურას არ უწევთ პროგრამულად დაბლა? ვენტილატორს წევთ დაბლა რა ცოტა. ამას რა თუნდა, პამიდრუსიაში კია. მეორე ჩააგდეთ. მიდი, გაუში ხელი ბიჭო. რა შვები შეჩემა? რო იგოქება უკვე კაი. აი ეს არის არასწორი. აბა ამზე ვინ მოიგებს აი? საშკა. ერთი თროლია ნიკოლა იგებს. ბიჭო, ციკლენიას დაწვავ, ბიჭო. დაწვავ ციკლენიას, ბიჭო. აიო. ვინ მოიგებს გითხრა? ისი. იო. ოიგო. საშკა წეხა ნაკიდე კი? იქ მოეხა აქ მიდი მაშინ. ილო გააძრე თუცბად. მიდი. მოიცა, მოდი უკან, მოდი. სტარტი ხო არის? არა, კაი. რა. აქ ნუბადი ხარ ხალხი. მოიგებს აბა. საშკა. ვერ მოიგო საშკა. ნიკოლა მოიგო. ფასტარტი? არა. ვის ქონდა ფასტარტი? ებერა, შეიძლება 0-1 იყოს რეაქციის დრო, მაგრამ ფასტარტი ვის ქონდა ბიჭო? და ეს გამეორდება. გამეორება. ნიკოლას ხონდა ფასტარტი ქონდა იმას, იმიტომ მოუგეთო, მე ხო იცი არ შევწდები. ხო. კი, ნიკოლას ქონდა. თავიდან მოვიდა მითხარი. მოდი, მოწევ. ეხა ნიკოლას დაესწია? ამის მერე კი. ნიკოლას დაესწია? დღეს შენ და საშკა იქნებით ფინალში. ეხა ფასტარტი ქონდა ნიკოლას. არ ვიცი, ჯერ დაასვენე. ფასტარტია, ბიჭო, ფასტარტი. ო, აბა, ლადო ხო არ მოგატყუეს, ბიჭო? არა, შენ თუ ნახე. ფასტარტია. აი, იმენა მე ასე. აცაბულობა იმათებს. დაძაბულობა 1000-ებში იქნება. ერთი ადგილზე გადაატრიალე, პროსტა როცა ერთი დამიჯერე.
კაია. ფასტარტი იყო? ვასტარა იგებს. ატო ჩაივარ, ჩემი დანასტროი კებულია. ხელაძე გავიდა. ხო. მოგებული გას. ხა ნიკოლა და საშკა რო იყო, ფასტარტი არ იყო. საშკა მოიგო. არ ვიცი. იქ არ ვიცი. ეხა ანუ ვინ მოიგო? წა ნიკოლასა და საშკა შორის. საშკა. მაშინ საშკა მოიგო, ესე იგი. ეხა ვინები იყვნენ? ეხა გარო მამუ. ფინალი და მოგებაში მესამე ადგილისთვის. და ფოტო ფინიში გვინდა? ხო, აი, მოვალე. როშა ვერაწია ვერავი. ვისაც მოკლეა, ყველა მოკლეებშია. ფინალში ხარ? ხო, ვის უდგენი? აი ამას და გოგებაშვილს შორის გამარჯვებულს. გოგებაშვილი. ეხა რა მომენტია? აი, ნახე. წანი, აითო დავიძარი. ხაზი არ გადამიკვეთია. მაგაზე არა, განძრევა. ბადომ განძრევაზეაო. ჯენდრობას მიცავ რა. არ ყავთ არავინ, ვინც აფიქსირე. იღებენ ეხა. მე რა მო. აი ლადო წავა ნახავს და კამერები აყენია და უნდა მივიდნენ ნახონ რა. ხო, კამერები მაღალი ხარისხითაა და ნახვა უნდა. ანუ ამან მოიგო. აქეთ ვეზე ვასტარა მოიგო. ხო. 1-0-ია და ამის მერე შენ და საშკა ხარ დრომა ნახე. წილად რო 10-2, კაია. შეგიძლია. როშას რომელიც აწევი. ჯერ არ ჩანს. ვასტარამ. მოიცადე? ხო, ვასტარამ. იქეთ ვინ იდგა? გოგებაშვილი. 2-0. საშკა. სადახარ ჩემო ძმაო? წად ნიკო, მოემზადე. მოდი და ხელად აი ხარო ვაწე. შენ და ვასტარა. აი, მოდი. ვასტარა ვინ არის? გოგებაშვილი. ეგრე ხალხა. ხო. რატო იმან ხომ მოიგო? გოგებაშვილმა მოიგო ორივე ჯერ და. და მაგას უდგები? შენ ხო? ნახოთ აბა. აა, პირველ ბოიში. ორივე ძმები არიან და ვინ მოიგებს ნახოთ, მაგრამ მაინტერესებს. მოდი. ნეღა რულში რო საშკა ჯობია მაგაზე ატო ჩაივა. არ ეწყენება ივის. არა. შენ ყველანა რა მოგეცი? 57. რო წააგებ მომე რა. გაზარი რა. მე შემეშალ 45 დამიყენებია. ჩემსაც 45 მიყენია. წარო, მოგი წავა. არა, საშკა მიდი. იმას ბენზინი არ აქვს, დაელოდე. ყუა დააყოლე. აღარ არის ის წინაზე რო იყო შავი რო ჩაქრებოდა მოწაშული ყავი. ეხლა მწვანე რო იქნება ვერ მიდიხარ. ეგრე არ ჩაყოფილო, ყოველთვის წვანეზე უნდა წახვიდე. არა იყო წინაზე შავი რო ჩაქრებოდა, არა ძმოფითელი რო ჩაქრებოდა. ყვითელს და წვანეს შორის ვერ მოვასწრებ. ხო არ ვიცი ხა წინაზე ეგრე იყო. ყვითელი რო ჩაქრებოდა დაისტარგეთ ასე. მახშუქნის პროგრამა ჩემი დაწერილია, ვერ მოვასწრებ. შენს მობას მიცო, თუ გინდა სკრიპტს განახებ, ვერ მოვასწრებ. ჩაქროზე წავიდა ეს. ვერ მოვასწრებ. იმენა ჩაქროზე წავიდა. ვერ მოვასწრებ. ეს კლასი რომ მორჩება, ნიკა ინასარიძემ ხელი უნდა თხოვოს თავის საცოლეს. და ისიც იქით გადავიღოთ. მარცხენა მოიგო გოგებაშვილმა. გიო მოიგო. არა უშავს. სანამოვა გაგრილდება. ვინ მოიგებს გითხრა? ვასტარა. იმიტომ რომ ჩემი დანასტროი კებული. საშკა მოიგო. ამის მერე ქორწილი გვაქვს. ეს არის რომ მორჩა მე მაჩის ბიურო უნდა გახსნათ. ამის ო ეს მორჩება თუ არა ეგრე? იყო ფა. ერთი წამი გაჩვენე რა.
არის. შეიძლება ვეღარ მოხვდეთ. გოგებაშვილი, მართლა? ვიზა შენის გაკეთებული ეგ მოტო. ვიზა გამიკეთებე? ხალხანამ ვერ გააკეთა ვიდეო. კაის დავითრო, კაის. კაიც რო გადაითრე გაკეთებ. ჩემ ბაჩუნი. გასავთ სტრიკერს ნე. კატარაბი. კავასაკი ყავთ ინემე და ვერ აღვნიშნოთ ხუთს არა და როგორ შეიძლება კავასაკის. გადახედე ძმობას გავთ ერთი კავასაკის პატრონი მანახე ბედნიერი. ამის პატრონი ძმა არ ეგონა აქამდე რომ მოვიდო და ამ მოტოციკლების მაგას გაუმართლა და ის უხარია რომ იღბლიანი ყოფილა ხოლმე. 1000 პლუსის გამარჯვებული. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მრბოლელი ოღონდ სრული სერჟორად ვიძახი. პროსტა ტანი აქვს ცოტა მატყუარა და დიდი გეჩვენება თორე ისე. დღეს ვერძო ფუქიც მოვიგე. სად მოიგე? აი რაღაც ფიშკას რო. CX12 ხო არ დადედა. ბურთი მოიგე. არ გინდა ჯერ დაელო. შენ რო იცი ისე. ძალიან დაძაბული აბა ვინ მოიგებს. გონის აშკაა წინ აქედან ესე ჩანს. აბა. ან ფოტო ვა, ვასტარა მოიგოტო. საღოლ. ვასტარა მოიგო. ესე გოგებაშვილმა მოიგო. გოგებაშვილი პირველ ადგილზეა. უკან დაჭექ თორე გიბუქსავ რა ეგრე. ფოტო ფინიშია ძალიან ზუსტად ისახი საქმე. ძალიან ზუსტი იყო და ფოტო ფინიში წამოვასტარას მივიდა. მაისა გავუყოლე. 10-ში კი არის ახლა ბოლო. კილოცო. ტრადიციებს არ არღვევ? ისევ გამარჯვებული ხარ? საშ. ხო იცი რატო ისჯები? შეჯიბრის მერე მოტოციკლს რო დააყენებ და მეორე შეჯიბრამდე რო არ გახსენდება რო ყავს? ამას უყუროთ ეს. არაფერი არა. ეს ხონა იქნება ეხა. ორძაზე სალამ დგას. შო. გილოცავ ხელა. ხო, უნდა იყოს დრონი. ინასარიძე, სადა მოდი ბიჭო, მოდი. ეხა არის ხელის თხოვნა და უნდა წავიდეთ ყველა იქით. წართან, იმას, ტრიბუნებთან. მე და ჩემპიონების და ასეთული ჯაკიჯო. არა მაგრაია. წავედე. RDMS. Give me life, give me love. ათხოვერცა, იმიშვით რომ დაძერ და დაატორმუზო, მიდი. მიდი დაძერ და დაატორმუზო, ბიჭო. მიდი. არ იჭირება, მიდი. მეტი აღარ ჩადის ესე. როგორც თქვი, თოლმაზა იგებს. მე ხო იცი არ მაზო, მე რო ვიტყვი ესე იქნება. პირველი აქ დაბლა დანარჩენი მაღლა. ამოტრიალებული გაქვს? გამაზე სიჩქარე. როგორც ყოველთვის როგორც ვიტყვი ისე იქნება, რა თქმა უნდა. ეხლა გვაქვს მესამე ადგილისთვის გონი? 600-იანი კლასი გრძელი მორჩა. ვინც თქვი რა თქმა უნდა იმან მოიგო, რა თქმა უნდა. მერე იყო 600-იანი მოკლე. ვინც თქვი რა თქმა უნდა იმან მოიგო, დოლმაზაშვილმა. ეხლა არის 1000-იანი მოკლე. ეხლა გეტყვით რომ მოიგებს მეორე დოლმაზაშვილი. წინასწარმეტყველობის ნიჭი მაქვს მე. და მერე იქნება 1000 გრძელი. აი 1000 გრძელში ვინ მოიგებს არ ვიცი. ეგ მართლა არ ვიცი. აი მაგას ნახავთ. ეხა გეტყვი სანამ დამთავრდება, ჯერ ნახევარფინალებია და გეტყვი პირველ ადგილზე გავა დოლმაზაშვილი, მეორე ადგილზე გავა რაგინა, მეორე ადგილზე გავა მოკვერაშვილი და მესამეზე გავა გახელა. აი გეუბნები ჯერ არა დავთვალე. უნდა მომიგო რა იმენა შენ. წინასწარ გეუბნები, წინასწარ მეტყვი. და მოდო და მაგირო წავა. ვერ მოვასწარი, კაბელები არ იყო. ეხლა ვეღარ გადამირჩები სასადე და ხდა.
უკვე ჩემ მოტოს ვათმობ უკვე დაიწყო ჩვენი კლასი და პირველი ვიდეო ლაშა ჭეიშვილს სასწაულ ხოძეა მაგის მოტოციკლები. ახლა დაიწყო რა. მე მოვჭი ფასტარტი მქონდა ოღონდ ინც ვერ გავასწრებდი G4-ს ეგ კარგი სტიმულია იმისთვის რომ ახალი მოტოციკლეტი ვიყიდო უფრო ჩქარი და შედეგს თუ გინდა გეტყვი ხავე სამეულში ორი ჭეიშვილი იქნება უეჭველი ხო იქნება ორი ჭეიშვილი უეჭველი იქნება სამეულში დანარჩენი რა როგორ სამეულ ფიზიკურად ვერ იქნება ანუ მათემატიკურად კი მაგრამ თეორიულად ვერ აიჯერა მოვიძი თუ სამივე ჭეიშვილი იქნება ვაფშე მაგარი დიპლომის დაბეჭდვაზე არ იწვალებენ მარტო პირველ ასოებს შეცვლიან და იქნება როგორც იქნა მორჩა დრაგი შედეგების დაჯილდოების ვიდეოში ნახავთ ყველაფერი მშვიდობით ჩაერასთავარია ყველაფერი კარგადაა ეხლა დაჯილდოება დაიწყება ერთ თასში დაახლოებით და მაგის კადრებსაც ნახავთ მოყვარულებო ექსტრემალური და მოტოსპორტის მოყვარულება და რა თქმა უნდა დღევანდელი დღის გმირება მოტობრბოლობა დღეს 2025 წლის 25 მაისს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით და მოტოსკოლა პიტსტოპ აკადემიის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის განახლება მოტო დრაგ რეისინგის დისციპლინაში. სადაც წარმოდგენილი იყო შემდეგი კლასები. ყველაზე განმორჩეული კლასი, კლასი მანდილოსნები, კლასი კლასიკური კრუიზერები. ასევე კლასი 640 კუბურ სანტიმეტრამდე მოტოციკლებს შორის, ასევე 640 კუბურ სანტიმეტრამდე პრო კლასი, 1040 კუბურ სანტიმეტრამდე სტოკი კლასი და ასევე 1040 კუბურ სანტიმეტრამდე პრო კლასი და აბსოლუტ კლასი. ეს 7 კლასი იყო ამ დისციპლინის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი. 11 მაისს ჩვენ 2 კლასი დავაჯილდოვეთ და დანარჩენ 5 კლასის დაჯილდოება კი ზუსტად დღეს. ამ მომენტში ამ წუთებში დაიწყება და ეს ყველაზე სენტიმენტალური წუთები იმსახურებს თქვენს ოვაციებს დამეთანხმებით. ასევე გეტყვით ღონისძიების მხარდამჭერების შესახებ. საქართველოში მოტოსეზონის მხარდამჭერია საქართველოს სპორტის სამინისტრო აპლოდისმენტები. ღონისძიების მხარდამჭერები ლიდერ სპორტი და კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯია. ახლა კი ყველაზე სენტიმენტალურ წუთებზე გადავიდეთ დაჯილდოების ცერემონიაზე. ბავშვზე 640 კლასში ქართული ბაზით მესამე ადგილის პოზიცია დაიკავა ელემირ ბირო. დაჯილდოებს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით კიკალიშვილი. მეორე ადგილის პოზიცია დაიკავა მამუკა მოკვერაშვილმა. მეორე ადგილსაც ასევე დააჯილდოებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით კიკალიშვილი. ხოლო პირველი ადგილი დაიკავა ღონისძიების და შეჯიბრების მრავალობისას ბევრი ულაპარაკები ამ ადამიანებზე ეს გახლავთ მიხეილ დონგაზაშვილი.
Aplodismentები, რა თქმა უნდა, აჯილდოებს კვლავ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი დავით კიკალიშვილი. მე შეგახსენებთ, რომ მიხეილ დოლმაზაშვილი გახლავთ წინა წლის დისციპლინის ჩემპიონი, aplodismentები, ამ კლასის ჩემპიონი. და რა თქმა უნდა, პრიზიორებს, მთავარი პრიზი თქვენი aplodismentები. ახლა კი შემდეგი კლასი, ეს გახლავთ 640 კუბურ სანტიმეტრამდე დაგრძელებული ბაზით, ანუ პრო კლასი. აშასე, მესამე ადგილის პოზიცია დაიკავა გიორგი ხელაძე. რომელსაც დააჯილდოებს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი გივი კოხვედელიძე. მეორე ადგილის პოზიცია დაიკავა რუსთავის საერთაშორისო ავტომოტოდრომზე იმყოფებოდა და ამ ქალაქის გამორჩეულმა სახემ რუსთავის მოტოსპორტის სახემ ასევე ალექსანდრე საშკა ბოიმანი, იგივე საშკა რუსთაველი, სად არის? კოლორიტო რუსთავის და მრავალი ასეთი სამოქალაქო ნომინაციის მფლობელი, მასაც დააჯილდოებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი გივი კოხვედელიძე. ხოლო პირველი ადგილი კი მეიპოვა. რადგან საშკაზე ამდენი ვისაუბრე, პირველ ადგილზეც ვეთქვი, რომ ერნისის სახე გივი გოგებაშვილმა. გივი ამაყობს შევით სრულიად დოლმესი და ავტომოტოსპორტი დოლმესის წარმომადგენლების აჯილდოებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი გივი კოხვედელიძე. მთავარი პრიზი და მთავარი ჯილდო პრიზიორებს რა თქმა უნდა თქვენი aplodismentები. შემდეგი კლასი ეს გახლავთ 1040 კუბურ სანტიმეტრამდე ქალხნული ბაზა, ანუ სტოკი მოტოციკლებს შორის. მაშ ასე მესამე ადგილის პოზიცია დაიკავა მრავალგზის საქართველოს ჩემპიონმა, ევროპის პრიზიორმა, მსოფლიო გინესის რეკორდსმენმა გიორგი გახელაძემ. რომელსაც დააჯილდოებს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ჩიხოვანი. და მეორე ადგილის პრემიაზე გავიდა ამ კლასში მამო დამაგვერაშვილი. შენ მამუკა ძალიან გიყვარს ალბათ მეორე ადგილი, ყველა კლასში მეორე ადგილი გაქვს დაკავებული. მეორე ადგილსაც აჯილდოებს ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ჩიხოვანი. იჭება შამპანიური შეფოთის ცერემონია ცალკე სასწორო მოიცოდა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ორგზის საქართველოს ჩემპიონი მოტო დრაგ რეისინგის დისციპლინაში ნიკა დოლმაზაშვილი, თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის წევრი და მოტობრბოლელი. ნიკასაც დააჯილდოებს ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ჩიხოვანი. aplodismentები და მთავარი პრიზი, რა თქმა უნდა, თქვენი გულწრფელი გულშემატკივრის aplodismentები ჩვენს პრიზიორებს. ახლა კი უფრო გადავიდეთ თქვენ ძიმე კლასზე, ასე დავახსენებდი. 1040 კუბურ სანტიმეტრამდე პრო კლასი, მესამე ადგილის მფლობელი ოთარ თადუაშვილი. რომელსაც დააჯილდოებს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მოტო დრაგ რეისინგის დისციპლინაში, ასევე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი წრიული მოტორბოლის დისციპლინაში, მოტო ინჟინერი და ფედერაციის მთავარი ტექნიკოსი გიორგი ჩილჩი აბაშიძე. მეორე ადგილსაც დააჯილდოებს ჩიჩიკი ეს გახლავთ მეორე ადგილის პოზიციის მფლობელი ლაშა ჭეიშვილი. This is Georgi Chichiabashidze იმ რეგალიებით, რომელიც მე ჩამოვთვალე.
პირველი ადგილის პოზიცია კი დაიკავა გიორგი ჭეიშვილმა. გიორგი ჭეიშვილსაც გიორგი აბაშიძე აჯილდოებს. მოიცადეთ შამპანიურის შეფების ცერემონია ცალკე იქნება. მოიცადეთ ამის დროს მოვა, არ გინდათ. ახლა კი შემდეგი კლასანამ გადავას მთავარი პრიზიორებს თქვენი ოვაციები. ახლა კი კლასი აბსოლუტური. მესამე ადგილის პოზიცია დაიკავა, როგორც უკვე ახსენეთ წინა კლასში. ბონუსის სახით გივიკო გაბაშვილმა. კლასი აბსოლუტური. უწესრიგად გივიკო ხვედელიძე, პეტიშეთ გეშემეშალა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მესამე ადგილის პოზიცია, რომელსაც დააჯილდოებს რაგბის საქართველოს ჩემპიონი, drag racing-ის წევრი ძველი დისციპლინაში, ასევე ფედერაციის მთავარი ტექნიკოსი გიორგი აბაშიძე. მეორე ადგილის პოზიცია გაიკავა ლაშა ჭეიშვილმა, უფრო დიახ ლაშა ოპერკოვიჩმა, მემატათია დაგლევებისგან გადაუღალე. Aquí აჯილდოებს გიორგი აბაშიძე. პირველი ადგილი კი ანო ხელაძე მოიპოვა, ხო ანო. აჯილდოებს გიორგი აბაშიძე. ახლა კი ყველა კლასის, ყველა პრიზიორს ვთხოვ პოდიუმზე მოგზავნით მთავარი საერთო ფოტოს გადასაღებად. ახლა კი რუსალიშას ურჩა დღევანდელი შეჯიბრი, შედეგებით ყველა კმაყოფილია რა თქმა უნდა. პირველ რიგში იმით რომ უსაფრთხოდ დამთავრდა ყველაფერი. შემდეგისთვის ესე მინდოდა რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ შემდეგისთვის სტიმული მაქვს და მუღამი მაქვს ის რომ ახალი მოტოთი ვიყო, რომელიც უკვე დღე-დღეზე საქართველოში იქნება. დააკომენტარეთ. ნახოთ თუ გამოიცნობთ თუ არა და შემდეგ ვიდეოში ნახავთ რა მოტოციკლეტი იქნება დღე-დღეზე საქართველოში.